დღეს ესეთი ბინა მინდა გაჩვენოთ, რომელიც არის 54 კვადრატული მეტრი და სხვათა შორის ვიდეოს უყუროთ, თუ გაინტერესებთ ესეთი პატარა ბინა, როგორ შეიძლება რომ კომპაქტურ გადაწყვეტილებად აქციოთ. პირველ რიგში საინტერესო გადაწყვეტილება არის ის, რომ შპალერი არის ყველგან გამოყენებული, მათ შორის შემოსასვლელ კარზეც. ამ მალული კარით შევდივართ ცվել წერტილში, ოღონდ იქამდე გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მისაღებში და ცվել წერტილში ერთნაირად არის კერამოგრანიტის ფილა, რომლის ქვეშაც არის იატაკქვეშა გათბობა. ჩაშენებული ინტეგრირებული მექანიზმები არის ძირითადად შემოსასვლელში გვხვდება ავსტრიული ლამინატით დამუშავებული ესეთი ჩაშენებული კარადები, რომლის სიღრმეც არის 75 სანტიმეტრი. სამოგზაურო ჩანთა თავისუფლად შეგვიძლია, რომ აქ განვათავსოთ და მომწონს ის, რომ ქვედა მხარე არის ღია, თან არის დამატებით ელექტროენერგია, სინათლე და შესაბამისად იქაც შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ სივრცე. ასევე მომწონს, რომ ცალკე გვაქვს ადგილი გამოყოფილი, სადაც შეგვიძლია, რომ საშრობი და სარეცხი მანქანა განვათავსოთ, ყველანაირი კომუნიკაცია არის მოყვანილი. რომ გადმოვდივართ უკვე 33 კლასის ავსტრიული ლამინატი გვხვდება და აქეთ გვაქვს სამუშაო ოთახი, სამუშაო ადგილი უფრო სწორად, სადაც ასევე ელექტროენერგიაზე გავამახვილებთ ყურადღებას ლეპტოპის და შემდეგ ყველაფერი გათვალისწინებულია. მოდი სანამ სხვა ოთახში გადავალ, აქვე გავაკეთებ აქცენტს მექანიზმებზე. ესეთი საინტერესო მექანიზმებია და გავამახვილებ იმას, რომ ყველა უჯრას აქვს გვერდები მეტალის, რაც ვფიქრობ, რომ ხარიცხზე მეტყველებს. ეხლა კი ამ კიდევ ერთი მალული კარით შევიდეთ ოთახში, რომელიც არის საძინებელი. კედლის პანელზე გავამახვილებდი ყურადღებას. ინტეგრირებული ასევე ჭერში არის ჩაშენებული განათება და საგარდიობე სივრცეზეც გავამახვილებდი ყურადღებას. აქაც უზარმაზარი სარკიარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი მომზადების რუტინას. რაც შეეხება უკვე სამზარეულოს. სამზარეულოში როგორც კი გადმოდივართ, აღვნიშნავ იმას, რომ ზედაპირი სამზარეულოსი და ასევე კედლის ეს მონაკვეთი არის ერთნაირი. ამ პატარა სივრცეში ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, ბევრი ფერი არ არის გამოყენებული, ხოლო ტექნიკა ყველაფერი არის ჩაშენებული. მისაღების სივრცე მიუხედავად იმისა, რომ ყველგან არის თითქმის ერთნაირი შპალიერი, გამოყოფილი არის ესეთი ძალიან საინტერესო კანტებით და აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ მთელ სახლში ერთნაირი ჭერი არის და ამ პატარა მონაკვეთში იმისათვის, რომ შემოიტანონ განსხვავებულობა, გვაქვს ლოფტი. აივანი, აივანიც ესაზღვრება როგორც მისაღებს, ასევე საძინებელ ოთახს. ეს უძრავი ქონება იყიდება. როგორც მესაკუთრემ აღვნიშნა, ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ქონება მაღალი ხარისხის რემონტით, რომელიც დღეს იყიდება დიდ დიღომში. თქვენ კი თუ გაინტერესებთ, აუცილებლად მომწერეთ პირად შეტყობინებებში და კომენტარებში დამიწერეთ, როგორ მოგეწონათ ეს უძრავი ქონება და რას დაამატებდით აქ. დროებით!